ამ წიგნის წინა თქმაში დამიწერია. ეს წიგნი დამაწერინა იმ სატკივარმა, რაც მეს და ჩვენი ქვეყნის ბევრ პატრიოტულ მოქალაქეს გვაწუხებს და ძილს გვიფრთხობს. ამ გულის დამამძიმებელი დარდისა და ტკივილის გამომწვევი მიზეზებია ის შეცდომებები, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაუშვა ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა, რომელმაც ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა ფშაველასა და მათი თანამებრძოლების ნალოლიაბები, ნაღორძინები ეროვნული შეგნების შემდგომი განმტკიცების ნაცვლად თავი გაებრუნებინა და გაებრიყვებინა ინტერნაციონალისტურ, მარქსისტულ და სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებებს. ზემოხსენებული მოძღვრებებით განპირობებული ჩვენი ის უბედობა, დამოუკიდებლობის მოპოვების შანსის გაჩენისას, რომ ქართველი ხალხის საოცნებო ნანატრი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაძღობა ბედის ირონიით არ გუნა სოციალ-დემოკრატების პარტიას, რომელსაც ეროვნულ სატკივარზე გაცილებით მეტად სოციალური საკითხების მოგვარება აწუხებდა. ის უგულობა და უმოქმედობა ეროვნული საკითხის მეორე რიგის მოსაგვარებლად, შორს მჭვრეტელობის რიგის მოსაგვარებლად ჩათვლა და ამ შორს მჭვრეტელობის უქონლობა და უთავრობა, რასაც სოციალ-დემოკრატები მათი უმრავლესობა იჩენდა საშვილიშვილო საქმის საუკუნეებში ნაუცნებარი განძის თითქმის ნაჩუქარი დამოუკიდებლობის მოვლა პატრონობაში. და კიდევ ის სიმწარე, ტკივილი შეშფოთება და ცრემლები, რაც გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვამ, მისი ბოლშევიკურ იმპერიაში შეყვანამ, იქ გამაფებულმა წითელმა ტერორმა და განუკეთხაობამ, ამ საყოველთაო შიშის, თვალთვალის, დასმენის, დაპატიმრება გამოძიების, სასტიკიდან საშინელი მეთოდების, გვემაწამების, სისხლის მსმელობის, მასობრივი გადასახლება და ხვეტების გაბატონებამ. ბოლოს კი ის აღშფოთება, რასაც იწვევს ძველი შეცდომების მიჩქმალვა, მიჩუმათება, გაუთვალისწინებლობა, გონება ჩლუნგივით მათი ხელახლა ჩადენა, განმეორება და განმეორება. სწორედ ამ მწარე სინამდვილის დამამტკიცებელი საბუთებია წარმოდგენილი ამ წიგნში. გთხოვთ ისიც გაითვალისწინოთ, მე ყველაფერს ვერ მოვიცავდი, ეს არც მიცდია. ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის პოეტის საფოს სიტყვებით რომ თქვათ, არ მქონდა ზრახვა უნაპირო ცას შევხებოდიო. სიცოცხლის ბოლოს ბევრი რამ მაინტერესებს და მაწუხებს,
მაგრამ ჩემი სამშობლოს ბედი მაინც უპირატესია. ვის ხელში იყო ჩვენი ქვეყნის ბედი? ბედს ბევრწილად ადამიანები განაგებენ. ამის მაგალითია საქართველოს ბედში მისი ერთ-ერთი შვილის სტალინის უკუღმართი ჩარევა. თუ საქართველო ბოლშევიკურ რუსეთს თავს დააღწევდა, არა რუს ქართველ ჯუღაშვილს, თუნდაც სტალინად გადაჯიშებულ ჯუღაშვილს ბოლშევიკურ რუსეთში მთავარი თანამდებობის მოპოვება ძალიან გაუჭირდებოდა. ამიტომ დამოუკიდებელ საქართველოს, ესე იგი 1918 წელს რუსული არმიები შემოუსია. აი ესა უბედურება, დამოუკიდებლობა გამოცხადებულ საქართველოს მმართველი მენშევიკების პარტიის ლიდერს ნოე ჟორდანიას ურჩევდნენ ჯარის შექმნას. ამის ნაცვლად იგი დაეყრდნო პარტიული ნიშნით გამსჭვალულ ნაკლებად დისციპლინებულ გვარდიას, რომელიც ვერ გაუმკლავდებოდა და ვერც გაუმკლავდა საბჭოთა ჯარებს. ამრიგად, როგორც ხედავთ, ჩემი ტკივილიც და ამ წიგნის მთავარი ერთადერთი თემაც საქართველოა. სხვაგვარად, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვით რომ ვთქვათ, საქართველოთი იწყება ჩემი ბარათი. რადგან არ არსებობს სიმშვიდე მისთვის, ვინც პატარა ერიშვილია. გივი გეგეჭკორ. წიგნში გადმოცემულია 120-მდე საბჭოური პოლიტპატიმრის, მათ შორის მრავალი დახრეტილი ქართველი მწერლის, ლიტერატორის, აგრეთვე მათთან დაკავშირებული ბევრი სხვა პროფესიის ადამიანის სამწუხარო ბედი. ამ ადამიანთა თავგადასავლის კვლევა ეყრდნობა საქართველოს მწერალთა კავშირის არქივის მისი გასაიდუმლოებული ნაწილის დამუშავებას. რეპრესია გადატანილი მწერლების, მათი ოჯახის წევრების და ნაცნობ მეგობრების მონათხრობს. და მაინც კვლევას მეტი დამაჯერებლობა შესძინა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მწერალთა საგამოძიებო საქმეების 50 ტომის დამუშავებამ 1991 წელს.